de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 206 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. დღეს 21 ივნისია, შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაცემა მინიმუმ შემდეგ შაბათს 28 ივნისსაც გავა ეთერში. რაც შეეხება იმის შემდეგ გადაცემას, 5 ივლისს გვიწევს, თუმცა არ ვიცით რა იქნება. 3 ივლისზე ვართ დამოკიდებული. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია ფორმულასა და ტევ-პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილებას სწორედ 3 ივლისს გამოაცხადებს. ოლიგარქს ნუ ეძახითო ბიზნესო გვეუბნებიან და საერთოდაც ისე ილაპარაკეთ, როგორც ჩვენ გვინდაო. კოცებო, როგორც თქვენ გინდათ, ეგრე ხო ლაპარაკობს იმედი. გადართეთ იმედს უყურეთ თავი. საოცარი ქვეყანა გაქვთ აშენებული. იმედი ნიუსის სულ ბოლო ამბებს წაიკითხავ და ნახეთ რა მაგარია. ბრიუსელის ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი. ევროკავშირის ქვეყნებში სიძულვილის ენის გავრცელებას გმობენ, საქართველოში კი ახალისებენ. როგორია? ესა ვის რა თანხი დაფინანსებდა საპარლამენტო არჩევნების წინ ბრიტანეთის საელჩო და რისთვის ხარჯავს ფულს ახლა. კარგი ამბების ბლომადაა, ნახეთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დამატებითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. საიდან გაიზარდა 62 მილიონი ლარით? საიდან და შემდეგ ნიუსს წაიკითხავთ? 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ამბები გინდათ? იმედი ნიუსი თქვენთვისაა. უკრაინას აქვს პრობლემა, რომელზეც არავინ საუბრობს. ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. ნეტა რატო? რამე ვერსია ხო არ გაქვთ? ომივითო? და შეიძლება სხვა ამბავია და ჩვენ არ ვიცით. ჩვენ კი ვეძახით ქართულ ოცნებას არალეგიტიმურებს და ამიტომ გვიჩივიან, მაგრამ იმედზე სულაც არ არიან არალეგიტიმურები და საერთაშორისო შეხვედრებიც მრავლად აქვთ. აი მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს. მართლა ასე აქვს დასათაურებული. გენადი არველაძე CAREC-ის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს. დაბალი ან საშუალო დონის შეხვედრაში, მაღალი დონის შეხვედრაში. კიდევ არსებობს უმაღლესი დონე, ეს რომელი არც ვიცი. ალბათ ეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს სულთან აბდურაჰმან ალ-მარშადს შეხვდა. ან ესა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქრივიშვილი საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე უმსხვილესი საავიაციო გამოფენის International Paris Air Show 2025-ის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს გენერალურ მდივანს ხუან კარლოს სალაზარს შეხვდა. რა გინდა ძმა, არ მოგწონს ფორმულა, უყურე იმედს, დაიძინე ტკბილად. ახლა რატომ არ მაქვს იმედი, რომ 3 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. რატომ და იცით რა ქნას ხდომის მიწურულს კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ქართულ ოცნებას მადლობა გადაუხადა. მე პირიქით, ციტირებ, მადლობა მინდა გადაუხადო ამ შემთხვევაში მომჩივანს, რომ შემოვიდა ეს кейსები, რადგან პრაქტიკულად ეს кейსები მოგცემს საშუალებას, რომ ზუსტად ეს საკითხები იქნას გარკვეული, რომელიც მაუწყებლებს აღელვებს. კონკრეტულად მიდგომა თუ რა იქნება კანონის აღსრულების თვალსაზრისით კომისიის მხრიდან და მეორეც მაუწყებლები
კარგად გაერკვევია, რომელი დარღვევა ითვლება დარღვევად და რომელი არა. თქვა ჩვენზე მზრუნველმა კახა ბექაურმა. დაველოდოთ 3 ივლისს. ნახოთ, რას მოგვიჟის კახა. გაგვამართლებს თუ ქოცებს გაამართლებს. რომლებსაც მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რაც გველოდება. ან გაფრთხილებას მოგცემენ და ბოდიშის მოხდას მოგთხოვენ, ან ფინანსურ ჯარიმას დაგვაკისრებენ. მოდი ამ ეტაპსაც გადავახდეთ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ და ჯარიმის გადახდას დაგვაკისრებენ. ვერ გადავიხდით. აი, აქამდე მოვედით. ნახოთ რა იქნება. ტყუილად არც კომისია მინდა დავასპოილერო, არც ჩვენი მაყურებელი. მიმდინარე კვირაში სერიოზული პროცესები მიმდინარეობდა ახლო აღმოსავლეთში. ირანი და ისრაელი ერთმანეთს ურტყამდნენ. ევროპარლამენტში ჩვენს საკითხს განიხილავდნენ. ჩვენ კი მაინც მოვახერხეთ და რებუსებით გავერთეთ. დავიწყოთ ევროპარლამენტით. ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება. ჩვენ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში სულელურ რეპრესიულ კანონებზე მსჯელობენ და ევროპარლამენტში იმაზე, რა საშინელი ხალხია ქოცები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ევროკავშირის გზას კობახიძის განცხადებით 2028 წლისთვის დაუბრუნდებით. 7 თვე უკვე გავიდა ირაკლის განცხადებიდან, რაღა დარჩა? მალე დაუბრუნდებით ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. წლები გაარბის, წლები მიფრინავს. უკან მოხედოს ვერ მოასწრებ, ისე მოვა 2028 წელი. რაც შეეხება ევროპარლამენტიდან ქოცების კრიტიკას. ხედავთ კომუნიკაციების კომისიაო, კრიტიკა ვთქვი. შემეძლო ქოცების ჯმა, ესე მეთქვა. მაგრამ არა, კრიტიკა. რასა იუკნევიჩიანი. ევროკავშირმა ივანიშვილის რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით. ტობიას კრემერი ოცნებას ეშინია თავისუფალი მედიის, რადგან მათ გადარჩენა მხოლოდ სიბნელეში შეუძლიათ. მალგოჟეტა გოშევსკა, საქართველოში ქრება დემოკრატიის შუქი, ოცნებას ჯის პროტესტს ებრძვის მედიას. ნატალი ლუაზო, ქართული ოცნება საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს. დაინიუს ზალიმასი, საქართველოში ჩვენ ხედავთ კანონის უზენაესობაზე შეტევას, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევას. ქართულ კოშმარს ქვეყანა ავტოკრატულ რელსებზე გადაყავს. ასე ნერვიულობდნენ ევროპარლამენტარები. ქოცებს კი კიდიათ. 2028 წლამდე რაც უნდათ ის უთქვიათ, მერე რაღაც იტყვიან 2028 წლის ბოლოსკენ რომ ჰოპ და ევროკავშირში რომ შევჯლაგუნდებით. სანამ ევროპარლამენტარები ჩვენზე ნერვიულობენ, ქოცებს სხვა საქმე აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აქ რატო ნერვიულობენ? არ ვიცი. კობახიძის განცხადებით, იმაზე დიდი რეიტინგი აქვთ, ვიდრე შემოდგომით ჰქონდათ. ყველა მიცის რეიტინგები, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ თუ ავიღეთ 54%, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. არა ხუნებდა ირაკლი კობახიძე. მოდი დავფიქრდეთ, რამ გაუზარდა რეიტინგი ქართულ ოცნებას. არჩევნებიდან ერთ თვეში კობახიძემ თქვა, ევროპა კიდიაო 4 წლით გადავდეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიო. 200 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია ქუჩებში. ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს ციხეში. დაიჭირეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სტუდენტები. დაწამლეს 10,000 პროტესტანტი. ცემეს და ძვლებში ამტვრიეს 100-ობით მომიტინგე. დასანქცირდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, ევროკავშირის ქვეყნებისგან. სასამართლოს საცირკო წარმოდგენებში მიაღებინეს მონაწილეობა ასეულობით ადამიანს. შეზღუდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებები. გვაჯარიმებენ სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტებისთვის. კატასტროფული მაჩვენებლები გვაქვს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ბედნიერების და სხვა ინდექსებში. რავი, ვისაც არ ეზარება, ყველა ქოცებს ლანძღავს ქუჩაში, ბაზარში, ევროპარლამენტში, ამერიკის კონგრესში და კობახიძე ფიქრობს, რომ აი ასე გაიზარდა ოცნების რეიტინგი. ქოცების რეიტინგი იმდენადაა გაზრდილი, რომ თვითმმართველობის არჩევნები დაკვირვებასაც არ საჭიროებს. ამიტომ ეუთო ოდირსაც აღარ იწვევენ ბიჭები. რამდენიმე ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო ოდირს. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მათი მისიის მოწვევა. ასე რომ
ფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. განაცხადა კობახიძემ. ორგანიზაცია, რომლის საქმეცაა არჩევნების დაკვირვება, აი ამ ორგანიზაციას უთხრეს, რომ არ შეგაწუხებთო. ალბათ კობახიძეს ეგონა ეუთო ოდირი არ გამომეხმაურებაო, მაგრამ შეცდა. ორგანიზაციიდან პასუხი მოვიდა. საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ეუთო ოდირს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა 2014 წელს შეზღუდული ბიუჯეტის გამო. ასუხობენ ორგანიზაციაში. ახლა კობახიძის ჯერია საპასუხო განცხადებაზე. ირაკლი, ჩვენ გირჩევთ მოკლედ უპასუხო ზრდილობიანი იმერული თავაზიანობით. ესე. არა, იყოს, ნუ შეწუხდებით, იყოს, აი ეს. ნეტა ასეც რა კოშმარს აპირებენ არჩევნებში, რომ დამკვირვებლები საერთოდ არ ჭირდებათ. რავი, ალბათ რაღაც აფეთქებებიც იქნება საარჩევნო უბნებზე. მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე რომ დააკავეს ორი პირი, ხო გახსოვთ? როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები. სასამართლომ მათ თითო წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ერთ-ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისკანდაროვები სასამართლოს წინაშე წარდგენილი იყვნენ 164 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თუმცა მოსამართლემ 1 წელი მიუსაჯა და ადგილობრივი არჩევნებისთვის კვლავ გარეთ იქნებიან, კვლავ საქმეში, კვლავ ბევრი ბიულეტენებით ხელში. სამაგიეროდ მათე დევიზეს მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე. სამაგიეროდ მზია ამაღლობელს ემუქრება მრავალწლიანი სასჯელი. სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე ემუქრება აქტივისტ ნინო დათაშვილს. 9 ივნისს ნინო დათაშვილს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა. პუბლიკას ინფორმაციით, როდესაც მანდატურები დათაშვილს ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ შენობას, ის მათ სთხოვდა აეხსნა კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალებოდა ადგილზე ყოფნა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალ აქტივისტს მანდატური თმებში იწვდა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თქვენი სამართალი ბიჭო. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ჩვენი სოლიდარობა ნინოს, მზიას, მათეს, ოკმელას და სხვაებს სამწუხაროდ ყველას ვერ ჩამოვთვლი და უფრო სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ხოცების გაჯმეინების ერთი დიდი ბანკეტი უნდა გადავიხადოთ და ყველა უნდა დაგპატიჟოთ. რადგან ხოცებს რეიტინგი მომატებიათ და დამკვირვებლებსაც არ აწუხებენ, ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო მოუმატოთ რეიტინგი და თავიანთი შეუსრულებელი დაპირებები შევახსენოთ. გთავაზობთ რუბრიკას "ხო მართლა იმ ამბავზე რა ხდება?" შავი ჯიპების ეპოქა რო უნდა დასრულებულიყო. მაგ ამბავზე რა ხდება? პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებით, დროა საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ. რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ მეც მათ შორის. ხო და რა ხდება? დასრულდა ეპოქა? თუ თვითონ კვირიკაშვილი დასრულდა. შეღებეთ ჯიპები თეთრად. თვითონ კვირიკაშვილი შეღებეთ. ხარებას რო შავი ჯიპი ყავდა, დაუტოვეთ თუ ჩამოართვით. თუ ჩამოართვით და თეთრად შეუღებეთ. ფარცხალაძის შავ ჯიპზე რა ხდება? არც ისე შავი იყო. თვითონ კვირიკაშვილზე რა ხდება? აპირებს დაბრუნებას. 3 წელიწადში ერთ განცხადებას რო აკეთებს, ეგ ლიმიტი თქვენ მიეცით? ღარიბაშვილზე რა ხდება? მაგასაც აქვს რამე ლიმიტი? ღარიბაშვილზე ვარ და მისი თქმით, ყიბულელი მეშახტეების მთავარი მოთხოვნა ტურიზმის განვითარება რო იყო. მაგ ამბავზე რა ხდება? ჩაუყვანეთ ტურისტები მეშახტეებს? ევროპელი ტურისტები იყვნენ თუ აზიელი? რამდენი ერთი იყო? ყვავის ყიბულში ტურიზმი? აღარ ითხოვენ არაფერს? მორჩა აღარაფერი აღარ გვინდაო? ამ არჩევნებზე რა იქნება ყიბულელი მეშახტეების მთავარი მოთხოვნა? რამე მუზეუმი? ცეკვის წრე?
ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვის კანონი უკან რო გაიწვიეთ, მაგ ამბავზე რა ხდება? სწორი ქენით, ნანობთ, აღარ აპირებთ რუსული კანონივით მეორედ შემოbrunებას. საკურას ნაცვლად ტყემალი რო იყიდეთ, მაგ ამბავზე რა ხდება? დამწიფ და დაკრიფეთ. ტყემალი უნდა დაკრიფო თუ უნდა დაარხიო. წითელი ჯობია თუ მწვანე ტყემალი. მწვანე საკურა არსებობს. თელავის აეროპორტს მაის-ივნისში პირველი რეისი რო უნდა შეესრულებინა, მაგ ამბავზე რა ხდება? გავიდა მაისი, გადის ივნისიც. მშენებლობა მაინც დაიწყეთ. რომ დაგეწყოთ, თქვენი აზრით, კაი გამოვიდოდა? რო რამე საით იქნებოდა რეისები? ევროპა? ამერიკა? ნატახტარი? 7 ახალი მეტროსადგური რო უნდა გქონოდა, მაგ ამბავზე რა ხდება? გვაქვს 7, 3, 1. სადმე დაიწყეთ 9. ვარკეთილის მეტროში ბოლო გაჩერებაზე რო არ ამოვიდე და კიდე 7 გაჩერება გავყვე მატარებელს. სად მივალ? მომეწონება? ბოლო ვარკეთილის მეტროს ჭერზე რა ხდება? 9 წელი გავიდა ვერ გააკეთეთ და კიდე 1 ეყოფა? რა ჭერია ამისთანა? რო გადავხადოთ საერთოდ ღია მეტრო რო იყოს, შეიძლება? პარლამენტში ეროვნული სამოსით რო უნდა მისულიყავით, მაგ კანონ პროექტზე რა ხდება? აპირებთ დააბრუნოთ ინიციატივა, ჩოხები იყიდეთ, აზიურები დააუთავეთ. სკოლიდან 150 კილომეტრზე შორს რო არ შეიძლებოდა ექსკურსიაზე წასვლა. მაგ ამბავზე რა ხდება? გააუქმეთ, დაიკიდეთ, ცოტა ყოფილა 150 კილომეტრი, დიდი ყოფილა საქართველო. ეს იყო რუბრიკა, ხო, მართლა, იმ ამბავზე რა ხდება? ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე ამ რუბრიკას, სადაც კარგად ჩანს ქოცობები და ქოცმაცუნობები. ჩვენი ქოცები ყავს სანერვიულო, თორე რა თქმა უნდა, სოფლიოში გაცილებით მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ამიტომ კოკა-კოლა მოვსვათ, მოსვით კოკა-კოლა მნიშვნელოვანი ამბების მოყოლის წინ. დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბაგაბუგი მიდის ირანსა და ისრაელს შორის. საქმეში ღიად ჩაერთო შეერთებული შტატებიც და The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა ირანზე სამხედრო იერიშის გეგმა, თუმცა ჯერ საბოლოო ბრძანება მისი განხორციელების შესახებ არ გაუწია. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ირანთან ომს დაიწყებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ირანი 3000 წელია ჩვენი მეზობელია. მთელი ამ დროის განმავლობაში მეზობლები ვიყავით და კიდევ დიდხანს ვიქნებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი მეზობელი. აი ეს ბოდვა კიდევ დიდხანს გრძელდება. ამიტომ ჩემი სიტყვები რო არ გეგონოთ და არ გამლანძღოთ, მალევე ვიტყვი ვისიცაა. სოზარ სუბარმა თქვა. ქოცები სულ ახერხებენ, რომ არასწორ მხარეს იდგნენ. ევროპა, ამერიკა, უკრაინისკენაა, მოდი მას ჩვენ რუსეთისკენ ვიყოთ. მთელი დასავლეთი სამყარო შფოთავს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მოდი ჩვენ ირანისკენ ვიყოთ. აი ასეთი ხალხია ქოცები. სოზარ სუბარებს მინდა მივმართო. ჩემი აზრით სოზარ სუბარი მარტო არაა და ამიტომ მრავლობიჩი უნდა მოიხსენიო. მარტო კაცი ასეთ რამეს ვერ მოიგონებდა. სოზარებო, ჯერ ერთი მაგ 3000 წლიდან რამდენი ხანი გვაწიოკეს და გვარბიეს, არიცით? აქემენიდური ირანიდან დაწყებული სეფიანთა ირანით გაგრძელებული მოგვიანებით ყიზილ ბაშური ირანით დამთავრებული. რა დღეში ვიყავით? ერეკლე ხო გიყვართ? მარტო ერეკლეს რამდენი ბრძოლა აქვს გამართული ირანთან, ბიჭო? ისრაელთან კიდე რა გითხრათ? რავი, ერთი სიმღერის ლინკს ჩაგიგდებთ 26 საუკუნე რომ ჩვენ სიყვარულს ნათელს პენდა, აი ეგ სიმღერა. სხვა დროს გეოპოლიტიკაზე საუბარს რო დაიწყებთ, ისტორიას თავი დაანებეთ, უბრალოდ თქვით, რომ ხართ ქოცები და პრორუსული, პროირანული ხელისუფლება. რა საჭიროა ეს თარიღების რა ხარუხი? ვინმე რამეს გთხოვთ? აი, სოზარებს შევეშვათ, დაუბრუნდეთ ტრამპს და ხსენებულ სტატიას. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი კვლავ იმედოვნებს, რომ თეირანი უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე. მთავარ სამიზნედ შეერთებული შტატები განიხილავს ფორდოს ურანის გამამდიდრებელ ქარხანას, რომელიც მთის ქვეშ, მიწის ქვეშ ღრმად მდებარეობს
და ექსპერტების შეფასებით მის გასანადგურებლად აუცილებელია მხოლოდ უახლესი ტიპის ბომბები GBU-47A და სტელს ბომბდამშენი B2 სფირით. რადგან ბომბების და ბომბდაშენების სახელები ვიცით, ესე იგი ეს იარაღი მართლა არსებობს. ვის შეიძლება ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს. მხოლოდ მათ აქვთ ეს შეიარაღებაში. ნახოთ რა მოხდება. თუ ამერიკა სერიოზულად ჩაერთო ომში, კონფლიქტი სულ სხვა მასშტაბებს მიიღებს. იქამდე კი წერტილოვანი დარტყმებით ისრაელმა ლამის მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაუნადგურა ირანს და საპასუხოდ ირანი ბალისტიკური რაკეტებით კორპუსებს უბომბავს. დაღუპულები და დაჭრილები ორივე მხარეს არიან. ტრამპს სურს თავდასხმამდე სამხედროებისგან მიიღოს გარანტია, რომ ბომბები წარმატებით გაანადგურებს ობიექტს. პრეზიდენტი ამ ეტაპზე ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით დაკმაყოფილებას ემხრობა და არ სურს რეგიონში გრძელვადიანი ომის დაწყება. ამავდროულად, ბლუმბერგის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები რამდენიმე დღეში შესაძლო შეტევისთვის ემზადებიან. საჯაროდ ტრამპი არ აკონკრეტებს გეგმებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო წამს იღებს, რადგან ომის დროს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეს გადაცემა წინა დღეს იწერება, ამ დროისთვის მშვიდობაა. თუ ამ გადაცემას უყურებთ, ესე იგი საგანგებო ეთერი ჯერ არ ჩანიშნულა და მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა, არც ატომური იარაღი უსვრია ჯერ არავის. გადაცემის მიწურულს კი გვინდა კიდევ ერთხელ წავიჭორაოთ. წინა გადაცემის კომენტარებში ითხოვეთ, რომ ჭორები დაგვაკლდაო და ინებეთ. შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხევა იქნება შემთხვევითი. თურმე კობახიძე ირანელი კოლეგების პარაკლისის გადახდას აპირებდა, მაგრამ ბოლო მომენტში გაახსენდათ, რომ არაქრისტიანულია. თურმე თეატრულუკიანს ლეკვები და კნუტებიც ეზიზღება. მარიამ ლაშხი თურმე ძალიან ჯიგარია, მაგრამ ფული უფრო უყვარს. თურმე ერეკლე დეისაძე პალესტინელ მოხალისეებში ჩაეწერა. თურმე ყაველა იმ პიჯაკს არ ეცხავს, რომელიც იმ დღეს ეცვა ტრამპმა ხელი რო აუწია. თურმე ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, სურო ბიძინა დაემხოს, მე პიანინოზე მაინც ვიცი დაკვრა, თქვენი კითხეთო. თურმე კახი კალაძის მერობის შემდეგ მამამისი კარლო კალაძე გახდება თბილისის მერი. თურმე იმედის ხელმძღვანელობამ ციმბირელი შამანი ჩამოიყვანა, რომელმაც იმედის გადაცემები ძილში უნდა დაგვასიზბროს. თურმე ჭიათურ მანგაუმის რუსმა მფლობელმა ხატზე დაიფიცა, რომ არავის აფეს არ დაუთმობს. თურმე ირაკლი ღარიბაშვილი 7 კილომეტრიდან გრძნობს, ბიძინა რა ხასიათზეა. თურმე ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურ ინტელექტს შუამავლით ელაპარაკება. იმას უთხარი დიქტატურის დამყარების რა მეთოდები იცის დაწეროს. თურმე ზოგიერთ უვადო მოსამართლეს უვადობა უკვდავება გონია. თურმე ძალიან მორწმუნე ქოცები ოთხშაბათობით და პარასკევობით გრთამს არ იღებენ. თურმე მურუსიძეს უკვე იმდენი ქეში დაუგროვდა, რომ ამ ქეშისთვის ცალკე სასახლეს იშენებს. თურმე მამუკა მდინარაძეს განთქმულმა მკითხავმა უთხრა, კობახიძის მერე შენ გახდები პრემიერიო. თურმე პოლიციელი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ამაღლობელი სილის გარტყმის შედეგად ტკივილი იგრძნო, დისნეილენდში წაიყვანეს დასამშვიდებლად. თურმე დიტო სამხარაძე სპეციალურ გინების ლიცენზიას მისცემენ, იმისთვის რომ გინებაზე კავნი არ შეეხოს. აი ასეთი ჭორები ქონდა დღეს, შეგახსენეთ, რომ ნებისმიერი დამთხევა იქნება შემთხვევით. ახლა მთავარი კითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ როგორმე უნდა გადაურჩეთ. ქოცების მართლობას გულისხმობ. ქოციანობას უნდა გადაურჩეთ, თორე ატომურ ბომბს როგორღაც გადაურჩები. რავი, ბუნკერებში ჩავალთ, გავიჭირვებთ, რაღაცას ვიზამთ, 90-იანები გვაქვს გამოვლილი ბოლო-ბოლო. თავარია რომ აი ამათ გავაჯმეინოთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და სინდისის პატიმრებს, მათი რიცხვი ყოველდღე იმატებს და გვინდა მხნეობა უსურვოთ. გამარჯვებამდე მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.